მოგებული. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პრაქტიკული სროლის არხს. დღეს მე და ლუკა ვისაუბრებთ ჩვენი იარაღის გაწყობაზე უშუალოდ შეჯიბრისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ საკითხისთვის. სანამ გადავალთ ტექნიკურ საკითხზე და დავიწყებთ ასე ვთქვათ დეტალების აღწერას, იქამდე ორი სიტყვა ჯერ ალბათ უნდა ვთქვათ ლუკაზე, რომელიც არის პრაქტიკული სროლის არხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი და ლუკა იღებს ვიდეოებს ამონტაჟებს სანანოსთან ერთად. მას აქვს თავისი გვერდი Bekauri Productions, რომელსაც ნახავთ Facebook-ზე და ვისაც დაგაინტერესებთ, რომ თქვენთვისაც გადაიღოს ლუკა ვიდეოები, ნახეთ და მიწერეთ Facebook-ზე. რაც შეეხება მის სროლის background-ს და თქვენ სროლის background-ს, პრინციპში ანანუ კადრში არ ჩანს, მაგრამ მაგასაც ეხება. ლუკა არის ძალიან კარგი მსროლელი, დიდი ხანია ჩვენ ამ თემაში ასე ვთქვათ ერთად ვართ და რაღაც მცირედი გამოცდილება ამდენი წლის განმავლობაში დაგვიგროვდა და ამიტომ ასე ვთქვათ უშუალოდ საშეჯიბრო იარაღთან დაკავშირებით შეგვიძლია რომ ჩვენი აზრები გავცვალოთ, რაღაცებს ჩვენი აზრები ემთხვევა, რაღაცებში ალბათ არ ემთხვევა. ჯერ არ ვიცით და გამოჩნდება. ხოლო სანამ ამ თემაზე ვისაუბრებთ, იქამდე რა თქმა უნდა კითხვა პირველად იქნება, ეს არის რა შეჯიბრები არსებობს ალბათ საქართველოში, ვინ ატარებს, როდის ტარდება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ეს თემები ისე უკვალოდ ჩაივლის სროლის შეჯიბრებები, რომ ძალიან ბევრი ვერ იგებს, გვიანიგებს და ასე შემდეგ. ამ საკითხში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მსროლელებისთვის სხვადასხვა შეჯიბრებები ტარდება დღეს საქართველოში. ზუსტი სროლის ხალხი ცალკე არის, მცირე კალიბრიანი შაშხანები ცალკე. ჩვენი ძირითადი სპეციფიკა რაც არის, ეს არის ნახევრად ავტომატური კარაბინები, AR-15-ები, ხანდახან კალაშინკოვებიც, ასე ვთქვათ და ერთ-ერთი შეჯიბრის სახეობას ჩვენ თვითონ ვაორგანიზებთ, პრაქტიკული სროლის ჯგუფი, ასე ვთქვათ. ეს არის დინამიური სროლის სავარჯიშოები, პრაქტიკული სროლის ელემენტებით და რაღაც სახალისო სცენარებით. არ დატემა. შენი გამოდია. ძრაობაში
ასევე ჩვენთან საქართველოში არის მეორე ჯგუფი, რომელიც უშუალოდ სპორტულ შეჯიბრებებს აწყობენ და IPS-ის წესების და სტანდარტების გათვალისწინებით და შესაბამისად ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, იარაღის საშეჯიბრო გადაწყობა სწორედ ამ წლების განმავლობაში მიღებული მცირედი გამოცდილებამ გვაჩვენა თუ რა დამატებები არის იარაღზე საჭირო. შესაბამისად, საქართველოში ეს შეჯიბრებები ძირითადად ჩვენ ვატარებთ ხოლმე წელიწადში 2 დიდ შეჯიბრს და გარდა ამისა, წელს მაგალითად პრაქტიკული სროლის შეჯიბრი სხვა არ ჩატარებულა, ორჯერ იყო, ახლახანს დასრულდა ალბათ 2 კვირის წინ. და აქედან გამომდინარე ჩვენი ეს დღევანდელი საკითხი რაც იქნება იარაღთან მიმართებაში სწორედ ამ შეჯიბრების სპეციფიკაციიდან გამომდინარე იქნება. რა თქმა უნდა, შევეხებით მცირედ საბრძოლო იარაღების გამოყენებასაც, თავდაცვით სიტუაციებსაც და ასე შემდეგ, რომ პარალელი გავავლოთ და ასე ვთქვათ, გქონდეთ თქვენი მისაშუალება, რომ გადაწყვიტოთ რა იქნება სათქვენო და რა არა. კაი, დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი თემა და ალბათ ერთ-ერთი განსასაზღვრო მომენტი რაც არის, ჩვენ კი უთხარით ჩვენს მაყურებელს, რომ შეჯიბრებები ტარდება და ასე შემდეგ, მაგრამ ის მომენტი არის განსასაზღვრი, რას მოითხოვს ეს თუნდაც მეორე ჯგუფის, ასე ვთქვათ, პრაქტიკული სროლის შეჯიბრები იარაღისგან. ანუ დაახლოებით რა დავალებები გვაქვს? ორი სიტყვით თუ შეგიძლია შენ თქვი ამაზე? ძირითად შემთხვევაში დავალებები არის ხოლმე, როგორც შორმანძილზე დასაზიანებელი სამიზნეები, ასევე ახლო მანძილზე დასაზიანებელი სამიზნეები. ფაქტობრივად ყველა შეჯიბრი, რაც კარაბინით ტარდება, ხშირ შემთხვევაში მსგავსი ტიპის დავალებების განხორციელება გვიწევს ხოლმე. კი, ანუ ყოველთვის არის ასე ვთქვათ მიქსი და ჩვენ როცა ვლაპარაკობთ მანძილებზე, პრინციპში ამ ბოლო პერიოდში უკვე ეს მანძილი განსაზღვრული არის 300 მეტრით, 300-ის იქით არ ვისვრით, თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ ამაზე უფრო შორსაც ასე ვთქვათ მოუწევდა სროლეს, რომ ესროლა. 365 იყო მაქსიმალური მაგალითად. კი, 2 იყო, მაგის ზევითა? ზევითას ვესვრი. მიდი. მოხდა ერთი? მეორე მოხდა მაგის მარცხენა მხარეს ქედის კიდეზე. მარცხენა ქედის კიდეზე. კი. მოხდა მარცხენა მხარეს ხედავ წითლის ოდნავ თავზე? ერთი წამი. მე-11 არის ეგ? ხედავ. მიდი. წითლის თავზე. ხო. ცერად რო დგას. მოხდა. ეგ არის. ყველა ვიღეთ? 5-ია კი. 11. 6 არის წითელი. აი, გადავედით ქედზე. ასეთი მანძილებიც, მაგრამ თუ თქვათ შორი მანძილის სროლა არის, ძირითადად მაინც აქცენტირება კეთდება უფრო 300 მეტრამდე მანძილებზე და ძირითადად ალბათ 150 და 200 მეტრამდე მანძილებზე. თუმცა ერთი თემა ის არის, რომ პატარა გონგებია, ხანდახან ეგრეთ წოდებული გნიდა გონგს ვეძახით ჩვენ და სახელი იმიტომ ქვია, რომ დამსახურებულად ქვია მას ეს სახელი, ასე ვთქვათ. და შესაბამისად, როცა გვიწევს გონგებზე მუშაობა, გინდა არ გინდა ისეთი მანძილებია, რომ ყველა ვარიანტში, ანუ ამ პირობებზე უნდა შევთანხმდეთ თავიდანვე, ეს არის მოითხოვს მიახლოება. ანუ ოპტიკურ მიახლოებას მსროლელისთვის, რომ კარგად დაინახოს სამიზნე, გაარჩიოს, ან დაინახოს სადაცილებს და შემდეგვე შეიტანოს თვითონ შესწორება. ეს ერთ-ერთი თემა არის და ასევე რაც ლუკამ თქვა, ახლო მანძილებსაც შეეხება, ახლო მანძილებზე არის ხოლმე მუყავები. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ეს კონკრეტული არის C ზომის სილუეტი, არის კიდევ IPS-ის სტანდარტის სხვანაირი სილუეტი, რომელიც ადამიანის სილუეტს არ გავს და არის მხოლოდ ასე ვთქვათ ტანი და მასზე სხვანაირად არის A-ზონა, C-ზონა დატანილი. შესაბამისად, ჩვენ შეჯიბრებზე ძირითადად შეხვდებით C-ზონის სამიზნეებს, თავიდან სრული ზომის სილუეტებს ვიყენებდით, მაგრამ მე ვთქვით, რომ ამეტანი ადვილი მოსარტყამია და ამიტომ გადავედით ამაზე. ხშირად შეხვდებით ხოლმე შეჯიბრებზე, რომ ესენი დაფარულია ერთმანეთზე და მხოლოდ ნაწილი სექტორი გაქვს სასროლი და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მუყავები, რომელიც ახლო მანძილებზე გიწევს და მაქსიმუმი ალბათ მუყაოს მანძილი რაც არის 20-25 მეტრი ალბათ. რაც შეჯიბრზე გიწევს, აქ უკვე მნიშვნელოვანია ის, რომ მიყოლებით სწრაფად სროლა შეგეძლოს. რაც განაპირობებს იმას, რომ ზოგადად მაგალითად განსხვავებით თვითონ შედეგის დათვლისა, ჩვენ შეჯიბრებზე შედეგები ითვლება დროის მიხედვით, ანუ რაც უფრო ჩქარა და ზუსტად და უჯარიმოდ შეასრულებ, ასე ვთქვათ, დავალებას ამ შემთხვევაში ხდები გამარჯვებული. მე როცა ვახსენე სპორტული წესები მეთქი, იქ არის ესეთი კომსტოკის მეთოდი, რაც ითვალისწინებს ქულების და დროის თანაფარდობას და შეიძლება ცოტათი ნელა გააკეთო და კარგი ქულებს ანუ A-ზონაში მქონდეს მოხვედრები და აქედან გამომდინარე უკეთესი კოეფიციენტი მიიღო, ვიდრე ჩქარა
გააკეთო, სეზონაში კონდეს მორტყმები და შეიძლება გადაწონოს. თუმცა ეს იდეაში განპირობებულია ხოლმე თვითონ სავარჯიშო როგორ არის დალაგებული და მოწყობილი. ანუ თემა ის არის, რომ რაც ლუკამ თქვა, უეჭველი გვიწევს მანძილზე მუშაობა რკინაზე და უეჭველი გვიწევს ახლო მანძილებზე, მუყავებზე სროლას. და აქ შემოდის უკვე ძალიან ბევრი ნიუანსი, ანუ ყველა ვარიანტში ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგვიწიოს, სწრაფად და ზუსტად ვისროლოთ და კიდე ერთი მომენტი, რასაც დავამატებდი, არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ცვლილება მოგვიწიოს მაგ-კუთხით, მაგალითად თუ ცვლადი გადიდების ოპტიკა გვაქვს, ძალიან მოუხერხებელია, როცა შუა, თქვათ, საფეხურიდან, ანუ საცეცხლე პოზიციიდან საცეცხლე პოზიციაზე გადარბენის დროს, შენ რო ზუმის გადაწევა გიწევს, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა მეც დამვიწყებია. ანუ და შემთხვევაში შეიძლება ვერ შეხედო ზუმს რა ზუმზე დაყენებენ და მოგიწევს მაგალითად 1-ის მაგალითად 3-ზე დაყენება და ეგეც პრობლემულია ხოლმე ახლო მანძილში ზუმი რა. კი, როგორ ასევე პირიქით, როცა შორზე გჭირდება და აღმოაჩენ რომ შენ ახლოზე გაქვს დაყენებული და ამ თავისებურებებიდან გამომდინარე რაღაც დასკვნებზე მივედით. ჩვენი მეგობრები ამ დასკვნებზე დიდი ხნის წინ მივიდნენ, მაგრამ ჩვენ დიდ ხანს ასე ვთქვათ, მეწინააღმდეგობოდით და უფრო სტანდარტული გზით მივდიოდით, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ამ ცვლილებებმა გვანახა, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენი დიდი შეჯიბრის სატესტო საფეხურებს როცა ვაკეთებდით, ჩვენ სამსაჯოში ვიყავით ასე ვთქვათ და ვწდიდით, აღმოჩნდა რომ ძალიან მოსახერხებელი არის მართლა ეს. ბევრად კომფორტული არის ვიდრე რაღაცა ამ პრიზმა ან ცვლადი გადიდება. ხო, რაც შეეხება ხა იარაღის გაწყობას თვითონ, რა თქმა უნდა, იარაღში არის სხვადასხვა დეტალები, რომელიც წვრილმანებია, ბევრს განსაკუთრებულს არაფერს ცვლის, მაგრამ როცა წლების განმავლობაში ერთ და იგივე იარაღს იყენებ, გიჩვენებია, რომ მაქსიმალურად შენზე მორგებული იყოს და ის რაღაცები იყენოს. ხო, ის რაღაცები იყენოს, რაც შენთვის არის მოსახერხებელი. ამიტომ ახლა ჩვენ გავყვებით, მე გითხარით, რომ კონდახიდან მეთქი დავყვებით ზემოთ, უფრო მნიშვნელოვანი დეტალები არის, როგორც ოპტიკა, სასხლეტი და თვითონ კომპენსატორი და ასე შემდეგ, ეს მართლა რაღაც კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობის არის ხოლმე შეჯიბრების დროს. ხო და ახლა კონდახი სახელური ჰენდსტოპი და ეს მეორადი ხარისხოვანია, თუმცა ამ შემთხვევაში თანმიმდევრობით მივყვებით, ანუ კონდახიდან დავიწყებთ და ლუკა, შენ შემთხვევაში კონდახს საერთოდ ანიჭებ თუ არა რამე განსაკუთრებული კონდახს უპირატესობას და შენ გიყენია ეგეც გვაჩვენე თან მაკულის სიტი არის აყენია, დიდად რაღაცა უპირატესობას არ ვანიჭებ, უბრალოდ ვიზუალზე მომწონდა, მანდან გამომდინარე ავირჩიე ეს კონდახი და რავი, კომფორტულად ვიყენებ. ან ფილების მატარებელიც რაღაცას დისკომფორტი არ შექმნია, სიდიდან გამომდინარე და საკმაოდ კომფორტული არის რა, გამოსაყენებლად ჩემთვის. კი ბატონო. ერთადერთი კონდახზე დამატებას ვიტყვი იმას, რომ ეს ჩემ შემთხვევაში აყენია ოდნავ, ასე ვთქვათ, სალოყიანი B5-ის კონდახი და ერთადერთი თავიდან სტანდარტულ მაგპულის SLK-ს ვიყენებდი, რომელიც ძალიან მინიმალისტურია. შედარებით პატარა სამხრე აქვს, ძალიან კომფორტული არის, მაგრამ აი რაღაცნაირად ამ ბოლო პერიოდში ამ სალოყის გამოყენება თითქოს ანუ რედი-აპზე, ანუ მზადებაზე ამოსვლის დროს თითქოს თავის ფიქსაციას გაძლევს. ანუ ესეც კიდე ერთხელ ვიტყვი, ხა დაწოლილ სროლაზე, შორ სროლაზე შეიძლება ისეთი გადამწყვეტი ფაქტორი ხა ნამდვილად არ არის რა, ანუ სალოყის გამო კომფორტი არის ხოლმე რა, ანუ რაღაც მომენტში გააჩნია რა, ზოგის კომფორტი, ზოგისთვის რაღაც ზედმეტი შეიძლება იყოს რა. კი, ანუ მიჩვევის ამბავიც არის რაღაც კუთხით და ხა კიდე ერთხელ ვთქვათ, რომ თავარია ხა მაგალითად სტოკ კონდახები, რაც ქარხნულად მოყვება მე-15-ებს, ჯერ ერთი რომ ძალიან დიდი ლუფტი აქვს მას, მერე მეორეს ერთი უკან დარბილება არ აქვს და მხარს გტკენს დაწოლილზე სროლის დროსაც და ისედაც ძალიან დიდი ფართობი აქვს, მოუხერხებელია და ასე შემდეგ. ამიტომ თანამედროვე კონდახი რაც იქნება, BCM იქნება, B5 იქნება, მაგპული იქნება, მთავარია თქვენზე იყოს მორგებული მაგკუთხით. ნუ ერთადერთი ხა ზოგი მაგალითად ჩვენთან შეჯიბრზე იყენებს ფიქსირებული ზომის კონდახს და მაგასაც არაფერი არ უჭირს, იმიტომ რომ ნუ სროლეზე თუ მორგებულია, იგი მას ნიშნავს, რომ მეორეს მხრივ ფიქსირებულს ლუფტი არ აქვს საერთოდ და შორ მანძილზე შეიძლება რაღაც გადამწყვეტ გასროლაზე რაღაც კუთხით ხელი არ შეგიშალოს რა. ასე რომ კონდახზე ბევრი სათქმელი ამ კუთხით არაფერი გვაქვს. ეხლა რაც შეეხება აქეთ ამ მხარეს, მოდი ვთქვათ, პისტოლეტის სახელურზე და გადასატეხ სახელურზე საერთოდ შენთვის მაგალითად მნიშვნელობა აქვს თუ არა მაგას. სახელური პისტოლეტის სახელური ვიყენია BCM-ის, გადასტენის სახელური არის რადიანის და ორ მხრიანი გადასტენის სახელური ალბათ უფრო კომფორტულია ხოლმე გარკვეულ სიტუაციებში, სტანდარტული სტოკი რაც მოყვება ხოლმე, ცოტა დისკომფორტი არის ხოლმე და პატარა გადასატენის
ის აქვს სახელური და ცოტა ჭირს ხოლმე ხელის მოკიდება და ეს ორმხრიანი საკმაოდ კომფორტული არის და კარგად იყენებ რა. უბრალოდ გასთვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს ფენები გამოშვერილი ძალიან არ იყოს, რომ რაღაც მომენტებში ან რამეზე არ გამოვედოს, ან კამარზე, ან ფილების მატარებელზე რაიმს გავსწე. ეგ პრობლემები შეჯიბრდეს ყოფილა ხოლმე, რომ პრობლემები შექმნილია რა. მეც ვიტყვი იმ გადასატენ სახელს რაც შეეხება, ეს ეგრეთ წოდებული ამბი მოსახერხებელი არის კი, განსაკუთრებით მოსახერხებელი არის იმით, რომ ამ შემთხვევაში რაც ლუკამ თქვა, კბილი მთლიანად ეს გადასატენი, ასე ვთქვათ, კბილია და ცალკე კბილის აქტივაცია არ ჭირდება, რაც სტოკზეა. გარდა ამისა, თუ სამიზნე ჩემნაირად გიყენიათ, უკანა მხარეს, ამ შემთხვევაში სამიზნის პროფილი გამოსულია და რაც უფრო დაბალია, ეს მით უფრო ძნელი გადასატენია, თუმცა არც ძალიან გრძელი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ სიარულის დროს, ზურგზე გადაკიდების დროს პირველი რაც გერჭობა არის ეს და ნუ ხა შეჯიბრის შემთხვევაში მნიშვნელობა მაგას ის აქვს, რომ შეიძლება შენს კამარს ან რაღაცაზე წამოგედოს, იმიტომ რომ ჩვენ შეჯიბრზე რაღაც უცნაური და რაღაც გავსი რაღაცები ყოფილა და უცნაური სცენარები გვაქვს ხოლმე ხანდახან და აქედან გამომდინარე შეიძლება ხელი შეგიშალოს. ამიტომ ზოგადად ეს ორმხრივი კარგი ვარიანტია, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა ერთადერთი ისაა, რომ ძალიან წვეტიანი და გრძელი არ იყოს. ანუ გამოყენებით შოულროს სტოკსაც გამოიყენე, უბრალოდ დამატებითი კომფორტი არის ორმხრივი გადასტენის სახელური რა. კი ბატონო, ნამდვილად. რაც შეეხება ხა სახელურს და სახელურზე ლუკამ თქვა რომ BCM მიყენია, BCM არის ჩემთვისაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სახელური რაც მქონია. ისე მოხდა რომ ამ იარაღზე მაგპულის უბრალო მოე არის და აი დახრის კუთხეც რო ვაჩვენოთ, ეს სახელურები ერთმანეთს დახრის კუთხით განსხვავდება. ეს არის ცოტა უფრო უკან გამოწეული, ამ შემთხვევაში ამას უფრო ნაკლები დახრა. მე ერთადერთი რაც სახელურზე შემიძლია ვთქვა არის ის, რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში ხელის ზომიდან გამომდინარე, მისი სისქე უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი ხელის ზომას, იმიტომ რომ Daniel Defense-ის სახელურები, რაც სტანდარტულად მოყვება ამ იარაღებს, გოგოებისთვის არის იდეალური, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ძალიან დიდი სივრცე გვჭირდება თავისუფალი და ხელში იარაღი ვერ ზის. არა კომფორტული არის რა მაგხრივ და კი ბატონო. კუთხეს, დახრის კუთხეს რაც შეეხება, აქაც აი ინდივიდუალური მიდგომა, მაგალითად, ჩემთვის ეს შემაწუხებელი არ არის, თუმცა BCM-ის დახრის ოდნავ ნაკლები დახრის კუთხე კიდევ უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ აქეთ ამ ხარეს ამ ხელს არ თხოვს, რომ უკან ეს აიშვირო, ასე ვთქვათ. კი, აი ერთი შემთხვევა მქონდა, მაგალითად, რატო გადავწყვიტე ესეთი დახრის სახელური რაღაც მომენტში დაწოლილდეს როლის დროს მაჯა დამიჭიმა ცოტა სხვანაირად დახილმა იარაღმა და სახელურმა და მაგიტო ვიფიქრე რომ ალბათ სახელური შესვლა კარგი იქნებოდა და ამ შემთხვევაში პრობლემა არ შექმნია არანაირი და საკმაოდ მეკომფორტულება როგორც დაწოლილზე ასევე დგომშის როლის დროს. პრინციპში რაც თქვი, ეგ ზუსტად ხსნის იმ მომენტს, რომ აი ზუსტის როლის შაშხანებს უმეტესობას, რომელსაც პისტოლეტის სახელური აქვს, ფაქტიურად 90 გრადუსიანი, იმიტომ რომ აი თუ დაკვირვები ხართ, არის სროლის ტექნიკა, როცა ცერათითი გამოტანილი გაქვს აქეთ ამ ხარეს, ამ ასეთ შემთხვევაში რაც უფრო ნაკლები დახრა, მით უფრო კომფორტულად, ანუ კარგად ზის ხელში. შესაბამისად, ეგ პლუსი ნამდვილად აქვს და დანარჩენი უკვე არის მორგებაზე და ალბათ ვიღაცები იკითხავთ, აი რეზინის დაფარვით ჯობია თუ არა. ეგიც ხო, რავი. ინდივიდუალური არის ზოგი. მე მაგალითად არ მომწონს რეზინის დაფარული, ანუ ორი მომენტია, ერთი რომ ოფლის ამბავში არ არის ასიამოვნო და მეორე კიდე დასველების კუთხითაც არა ოფლით, ანუ წვიმის და ასეთ სიტუაციაში მაინც ნაკლებ მეკომფორტულება. ანუ რა თქმა უნდა, თვითონ ეს რამდენად კარგად აქვს ეს ასე ვთქვათ დატანილი ხორკლები, ხო, ასე ვთქვათ, ეგეც კარგი არის და ბოლო-ბოლო შესაძლებელია რომ ამაზე რაღაცა დავახვიოთ დამატებით. ბევრს სპეციალური რეზინიც აქვს ხოლმე წამოცმული და მასე იყენებს. თუმცა როგორც თქვით, ეს გრანდიოზულად გადამწყვეტი თემა ეს არ არის, განსხვავებით სასხლეტისგან და სასხლეტი არის ადამიანი. კი, ძალიან მართლა ძალიან მნიშვნელოვანია კარგი სასხლეტი. ანუ შეიძლება რაღაცა მიკითხოს, რომ აი სტოკ სასხლეტით კარგად მომზადებული ტიპი გაუსწრებს თუ არა კარგ სასხლეტიან საშუალოდ მომზადებულ და ნუ მასე არ ითვლება ეგ ამბავი. უბრალოდ შენ თუ ხარ კარგი მსროლელი, კარგი სასხლეტი გაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო კარგი მსროლელი იყო რა. რა გიყენია შენ და მეც და ორი სიტყვა ვთქვათ მაგას. კი ბატონო, სასხლეტი მიყენია გაიზლის G2 S-ი. კი ბატონო, საკმაოდ კომფორტული არის. მე პირადად ორ საფეხურიან სასხლეტს უფრო ვანიჭებ უპირატესობას ვიდრე ერთ საფეხურიანს. თავიდან მეყინა სტოკი და ნუ სტოკის მერე გადმოვედი პირდაპირ ამ გაიზლის სასხლეზე და როგორც შორ მანძილებზე, ასევე ახლო მანძილები საკმაოდ კომფორტულია, იმიტომ რომ პირველი საფეხურის მოზიდვა გაძლევს საშუალებას, რომ დააკვირდეს ამ მიზეზს და შემდეგ როცა ზუსტად გადავწყვეტ სროლას, მაგ დროს მცირედი მოზიდვით გაისროლო რა. კი. მეც ორ საფეხურიანი სასხლეტების
ასე ვთქვათ, კლიენტი ვარ. ერთსაფეხურიანი სასახლეები არ მიყვარს ასეთი ტიპის იარაღებში ზოგადად. ამ შემთხვევაში არის Larus MBT2S, უბრალოდ ამას აქვს სწორი პროფილი, შენსაც აქვს ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, კაუჭისებრი არის, კი ბატონო. რეალურად ორსაფეხურიანს ანუ მე ვერ ვიტყვი რომ დიდი განსხვავება აქვს რა. ერთი თემა არის ვიზუალზე ვიღაცას თუ ის მოსწონს და მეორე თემა ის არის რომ თქვათ მაგალითად თუ სუპერ სასახლეთი სუპერ დინამიკი გიყენიათ, ანუ ძალიან დაბალი წონის LBS-ის ასე ვთქვათ და გინდა რომ სწრაფად ისროლო, სწორი სასახლეთი მაგ კუთხით გაძლევს იმას რომ ბალიშის გამოყენებით ასე ვთქვათ მიყოლებით გასროლები გააკეთო, მაგრამ აი რამდენიმე მომენტია ასე ვთქვათ ერთსაფეხურიან სასახლეთებზე, რასაც მე არ ვწყალობ, შენც არ წყალობ ვიცი, თუმცა ჩვენ სამეგობროში და ის ხალხი ვინც შეჯიბრებზე გამოდიან, ძალიან ბევრს აქვს ერთსაფეხურიანები და ნუ 100 არიან მიჩვეულები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის გავარდნის თემა, რომელიც ჩვენ ხა ისეთი სერიოზული სიტუაცია მაგ კუთხით არ გქონია, მაგრამ შეჯიბრზე პლუს ეს კონტროლებადი თემა არის იმ კუთხით, რომ გინდა არ გინდა უმეტეს შემთხვევაში იარაღი სამიზნისკენ არის მიმართული, მაგრამ აი სხვა სიტუაციებს თუ გადავხედავთ, მე ვახსენე საბრძოლო თავდაცვითი და ასე შემდეგ, იგივე ზამთარში, როცა თითი გაყინული გვაქვს, გვცივა ხელზე და ხელთათმანი გვიკეთია, ამ დროს შეიძლება ერთსაფეხურიანმა სასახლეთმა დაისხლიტოს იმ დროს, როცა შენ საერთოდ არ გინდოდეს და ორსაფეხურიანი სასახლეთი სტანდარტული ჩვენ შემთხვევაში გვაქვს 4-ნახევრიანი LBS-ი, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში გინდა არ გინდა პირველი საფეხურის მოზიდვის, ასე ვთქვათ, იდენტიფიცირების საშუალება გაქვს, იმიტომ რომ ხვდები რა დროს მიხვედი შენ კედლამდე, რის მერეც უკვე მოხდება გასროლა. მეორეს მხრივ ეგ მომენტი გვეხმარება კიდე იმაში, რომ როდესაც ვთქვათ, აი ხანდახან არის ხოლმე რომ სწრაფად პოზიციას ვიცვლით და ახლო მანძილიდან გიწევს უცებ 100 მეტრზე ფეხზე მდგომელი გონგის მორტყმა, როგორც ეხა მაგალითად ვიტაკის საფეხურზე გქონდა და ასეთ დროს, როცა შენ გული აჩქარებული გაქვს იარაღი დაგდის და ასე შემდეგ, აი ეს პირველი საფეხურის მოზიდვა რაღაცნაირად შენ გონებას ამზადებს იმისთვის, რომ აბა შენი შენი სამიზნე მიზანზე არის თუ არა და ამ კუთხითაც გეხმარება. ნუ შორმანძილებზეც იგივე თემა არის, თუმცა აი პრეციზიულ სროლაში შეიძლება ერთსაფეხურიანი უფრო კარგი არჩევანი იყოს, იმიტომ რომ აი ძალიან დროის მცირე მონაკვეთში როცა გიწევს გასროლის გაკეთება, შეიძლება აი ეგეც არ ვიცი, საკამათო საკითხია, მაგრამ მით უმეტეს დამწყების სროლელისთვის ორსაფეხურიანი კარგი სასახლეთი არის გადასარევი. კი, და ჩვენ რო შევადაროთ, ასე ვთქვათ, სწრაფსროლის ამბავში ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ერთსაფეხურიანით უფრო სწრაფად გაისვრი ვეჭველზე ვეჭველი არის, ეგრეთ წოდებულ დუპლებსაც და ბევრ გასროლასაც, ან დუპლეს კიდე ნაკლებად ალბათ. დუპლები უფრო ვარჯიშის ამბავია, ორსაფეხურიანი შეიძლება რომ გაისროლო. მე როგორც მახსოვს, შენ 0.18 და უფრო დაბალი სპლიტებიც კი გქონდა ამ G2S-ზე, ანუ გულისხმობთ იმას, ერთიდან მეორე გასროლას შორის წამის რამდენი მიასედი არის გასული. ანუ მე მახსოვს აქ წინაზე რომ ვარჯიშობდით და 0.13 გქონდა მგონი ყველაზე ესეთი მიყოლებით გასროლა. ამ შემთხვევაში ხა ორ გასროლაზე როცა არის საქმე, ეგ საკითხს არ წყვეტს, ხოლო თუ ესე ტატატატა მიყოლება გვინდა, რა თქმა უნდა 2-3 ვაზნით ალბათ გაუსწრებს. ადრე ჩვენ მქონდა ვიდეო, სადაც გაიზლის არ დამიდია უბრალოდ ის ვიდეო, გაიზლის სუპერ დინამიკი შევადარეთ ორსაფეხურიანს და ნუ ორი ვაზნით მეც ვისროდი 2 წამის განმავლობაში. მაგრამ ეს საშეჯიბრო სიტუაციაში გადამწყვეტ უპირატესობას ასე არ გაწევს. ერთხელ მქონდა ეგრე შემთხვევა, რომ დავითთან ერთ დრო ვარჯიშობდით, დავით ჩვენ მეგობარს აქვს ერთსაფეხურიანი სასახლეთი. რაიზარ მომენტი ის ხო? კი ბატონო, ვარჯიშობდით 5 ტყვიან გასროლაზე და საკმაოდ უცხო იყო რა ძირითადად შეჩვეული ხარ 2 ტყვიანს, უფრო განსხვავებული არ ხომ ეს 5 ტყვიანი გასროლა. და პირველი 3 გასროლა რო გავაკეთე, მეგონა რომ უკვე სასახლეთ ვისროდი, მაგრამ ვერ გავისროლე რა, რეალურად ეგ საფეხურის მოზიდვის ის იყო რა. კი, ანუ ჩვენ მიჩვეული ვართ რომ ზედმეტ მოძრაობას ვაკეთებთ, ას დამატებით მოძრაობას ზედმეტი პრინციპში არ არის ეგ და აქედან გამომდინარე, როგორც ერთსაფეხურიანიდან ორსაფეხურიანზე უნდა გადაჩვევა, ისე იყო ამ შემთხვევაში. კი და ნუ რავი, ახლა ვერ იტყვი ორსაფეხურიანი უფრო ნელია. ვერანაირად ვერ იტყვი, იმიტომ რომ ვარჯიშის თემა არის, ვარჯიშის თემა არის და შედეგების კუთხითაც რომ ნახო, რავი, არ იჩაგრებიან ერთსაფეხურიანები, ორსაფეხურიანები ერთსაფეხურიანებთან ამ შემთხვევაში. ნუ რავი, ხა ბრენდებზე ძალიან ბევრი ლაპარაკი შეიძლება, ყოველ შემთხვევაში Larus და MBT-ც და ეს გაიზლიც და Timnitz და Raizar მომენტიც და კიდე არის ბევრი, ასე ვთქვათ. რისი ჩამოთვლა შეიძლება და ამაზე მე კომენტარებში შეგვიძლია, ასე ვთქვათ, გიპასუხოთ. რავი, მეტი განსაკუთრებული ალბათ ერთს ვიკითხავდი, არა, ლოვერზე გვაქვს ლაპარაკი, ერთს რასაც ვიკითხავდი, არის მცველი სელექტორი, რაღაც კუთხით ეგეც თემა არის და მცველი სელექტორთან ერთად არ დაგვავიწყდეს ამბი ლოვერების უპირატესობა თუ არა უპირატესობა, ეგეც საკითხავია.
მცველის ამბავში, ანუ ორმხრივი მცველი გარკვეულწილად თავიდან დისკომფორტი იყო, იმიტომ რომ რო ვიყავი შეჩეული ერთხრიანს, მცველის მოხსნის დროს თითი მედებოდა ხოლმე აი ამ ადგილას და მცველი 45 გრადუსი ჩერდებოდა ხოლმე და ბოლომდე არ იხსნებოდა, რის შემდეგაც ვერ ვისროდი. და მე უკვე შეჩევის ამბავი იყო, რომ ოდნავ ქვევით ჩამოვწია თითი და ჩვეულებრივად იხსნებოდა. ასევე მე ხა უკვე ძალიან კომფორტული არის ორმხრივი მცველი ჩემთვის, იმიტომ რომ ამ თითითაც οφები ხოლმე ჩვეულებრივად მცველზე ამყავს, მაგრამ შეჯიბრზე როცა ბევრი შემთხვევა გვაქვს მიმართობით ანახი, რომ აქეთ მარცხენა მხრიდან რო ხსნიან ხოლმე მცველს და მარჯვენა მხრიდან აყვან რომ უნდათ, ამ თითით შვებიან და რისკი არის ხოლმე რომ სასხლეს გამოდონ და გამოკრან. და მაგიტო ცოტა რთული საკითხია ხოლმე ეგ რა, რომელი ჯობია და ეხა შეჩევის ამბავში მე საკმაოდ კარგად შევეჩვია რომ მხრივ მცველს. კი. მე თავდაპირველად მხოლოდ ასეთი კონფიგურაციის იყო და მე აღმოჩნდა ჩემს მფლობელობაში ასე ვთქვათ DDS ორმხრივი მცველიანი იარაღიც და იქ შემექმნა ეგ მომენტი რომ ზოგადად მიყვარს ხელის ღრმად მოკიდება ზედა მხარეს და როცა ორსაფეხურიანს ხსნი და მით უმეტეს თუ იქით ამ მხარეც აქვს სრული ზომის მცველი აუცილებლად თითზე გედება და ეხა უბრალოდ გონებაში ის მომენტი მაქვს რომ თუ DDT ვისვრი ეს თითი ოდნავ გამოწეული მაქვს სივრცეს ვტოვებ რომ მეორე მცველმა გაიხსნას. ანუ რეალურად როცა მიეჩვევი დროში ეგ არ განელებს, მაგრამ მიჩვევა ჭირდება და ვარჯიში ჭირდება აუცილებლად. არის კიდე 45 გრადუსიანი მცველები და იქაც ანუ ისევ და ისევ უფრო ვარჯიში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვათ 45 გრადუსიანს თეორიულად ნაკლები მოძრაობა ჭირდება, თუმცა მეორე მხრივ უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ აი როცა მცველს ესეთი ანუ კაპუნის გამოკვეთილი ხმა აქვს და კარგად მოცვეთილია და კარგად იგრძნობა, რაღაცნაირად შენი გონებისთვის ეგ სიგნალია, რომ კი მცველზე ხარ, კი არ ხარ, იმიტომ რომ შეჯიბრზე როგორც მსაჯებს ბერჯერ ქონია მომენტი, რომ საერთოდ ვერ გაგვიგია როგორ ხსნის და აყენებს მცველს, იმიტომ რომ ხელის მოქმედებს შეიძლება რაღაც მომენტში საერთოდ ვერ დაინახო ხელის მოქმედებას როგორ აკეთებს რა. 45 გრადუსიან მცველზეც ეგ მომენტია ხოლმე და კიდე ერთი 45 გრადუსიან მცველი შეჯიბრისთვის კი ბატონო, მაგრამ აი სხვა სიტუაციაში შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოს იმან რომ მოხსნილია თუ არა. ამ შემთხვევაში გულისხმობ სტრესულ სიტუაციას. დღეს ჩვენ მაგაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ აი გააჩნია რა კუთხით შევხედავთ ისევ და ისევ მის გამოყენებას. ნუ კიდე ერთი მომენტი, აი ამბი ლოვერებს რაც შეეხება. ამ შემთხვევაში ისეთ ლოვერებს, რომელსაც მჭიდის მოსახსნელი და დასაშვები, როგორც ერთ მხარეს აქვს, ასევე მეორე მხარეს. შენი დიდად ეხა ჩვენ გამოცდილება გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმ იარაღებზე, რისაც ვიდეოებს ვიღებთ ხოლმე, მქონდა LMT, ZIG და ასე შემდეგ, OFI. რავი, შენი აზრით თქვი და მეც მოგეშველები. ამბილოვერებსაც შეეხება, რავი, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ დამწყების როლები ამბილოვერიან იარაღს რო იყიდიან ხოლმე, იბნევიან იმდენი ღილაკი აქვს, რომელიც დააჭირონ ვერ გებულობენ ხოლმე, რომელი არის მჭიდის მოხსნელი, რომელი საკეტის დამშვები და ასე შემდეგ. მაგრამ ეგეც მიჩვევის ამბავია, უბრალოდ ჩემი აზრით რაღაც ბევრი ღილაკი დამატებითი კი შეიძლება კომფორტული იყოს, მაგალითად მემარცხენე მსროლელების შეიძლება კომფორტული იყოს ამბილოვერი, მაგრამ მემარჯვენე მსროლელისთვის ნაკლებად გონია რომ რაღაც საჭირო იყოს, მაგრამ ნუ ეგეც შეჩევის ამბავია რა. აი საკეტის დამშვებს მაგალითად აქტიურად იყენებენ ხოლმე მეორე მხარეს დამატებით და რავი, მსგავსი რაღაცები შეჩევის ამბავია მსროლელისთვის საბოლოო ჯამში. მეც როგორც უფრო ესე ვთქვათ კონსერვატიული შეხედულებები მაქვს მაგ კუთხით და თუ მემარცხენე მსროლელი არ ხარ, ამბილოვერი არ გჭირდება ჩემი აზრით. ერთადერთი პლუსი რაც აქვს ის მესმის რომ საკეტის დაშვება სხვადასხვანაირად არის, მაგალითად LMT-ს აქვს ჩვეულებრივი ასეთივე ღილაკი, ოღონდ აქეთან მხრიდან აჭერ, ZIG-ს და POV-ს საერთოდ სხვანაირად აქვს და აქვე აქვს ხოლმე ღილაკი და რაღაც კუთხით რა თქმა უნდა ეგ პროცესს აჩქარებს, მაგრამ ისაც ლუკამ თქვა, ანუ თუ დამწყებისთვის ზედმეტი პრობლემაა და გარდა მაგისა კიდე ის თემა არის, რომ რაც უფრო მეტი ღილაკი და მეტი დასაჭერი რაღაც არსებობს, მით უფრო მეტი ალბათობა არსებობს, რომ იმას იმ დროს დაეჭირება, როცა შენ არ გინდოდა. აი ერთი ის გამახსენე, მაგალითად ამბილოვერი ქონდა და მეორე მხარესაც ქონდა მჭიდის მოსახსნელი და რაღაცაზე მიედო საბოლოო ჯამში და მჭიდი გამოუვარდა და ვერ მიხვდა რანაირად გამოუვარდა რა. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა, როცა მარცხენა მხარესაც არის მჭიდის მოსახსნელი და შესაბამისად ღვედით გადაკიდების დროს, მით უმეტეს თუ რამე გვაცვია, ასე ვთქვათ, თუნდაც შეიძლება კამარი იყოს ან არა საბრძოლო რაღაც აღჭურვილობა, ძალიან დიდი შანსია რომ დაეჭიროს და მით უმეტეს მჭიდი როცა შესმულია დაძაბულობის ქვეშ არის ეს ღილაკი, მარტივად შეიძლება მოიხსნას და მაგის გათვალისწინება იმით ხდება ხოლმე რომ სპეციალურად ესე დამცველი რკალი უკეთდება, რა გინდა არ გინდა ეს ამბი ქმნის ზედმეტ იმას მომენტს რომ შეიძლება ღილაკზე და მჭიდი ჩამოგივარდეს შუა იმის დროს, შუა სროლის დროს რაღაცა გადაადგილების დროს, როცა
დროს კარგავ მაგ ყველაფერს საკმაოდ. შეჯიბრზე დროს კარგავ და სხვა დროს შეიძლება სიცოცხლეც კი ბატონო. კიდე ერთი ესეთი ხვლიკი მოგონება არის, ქვია bad lever-ი და ხუმრობით ეძახიან ცუდ levers. ეს არის მაგპულის სპეციალური ლევერი, რომელიც სასხლეტის, ასე ვთქვათ, აქ დგება თვითონ სასხლეტის წინ და იმ შემთხვევაში, როდესაც ამბი ლოვერი არ აქვს, გადატენვის დროს ჩვენ თითით ვააქტიურებთ მას აქვე და არ გვიწევს ზედმეტად ამ ღილაკზე დაჭერა. არის ეგეთი რაღაცები. ნახავთ უკრაინაში საბრძოლო დანაყოფებშიც, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმებიც იყენებენ და ერთ-ერთი განხილვის ვიდეოში პირდაპირ იძახის ერთი, რომ ეს bad lever-ი ძალიან კარგი რაღაცა არისო. მე მაგალითად მომხრე ვარ იმის, რომ სასხლეტის გარემოში ზედმეტი რაღაცა არ იყოს. და გარდა ამისა, თვითონ ეს bad lever-ი ისეთი კონსტრუქციის არის, რომ აი ვინც თქვა საბრძოლო კადრებსაც უყურებთ და ისეთ არა მარტო შეჯიბრის თვალით უყურებთ ამ სიტუაციას, ძალიან მარტივად შეიძლება ტალახში, აი იმ ტალახში, თუნდაც რაც ჩვენ ამინდი გქონდა ეხა შეჯიბრის დროს, უბრალოდ ისე გაგიტალახიანდეს იარაღი, რომ გაგიჭედოს. გარდა მაგისა, ყველაზე ცუდი მომენტი მაინც ის არის, რომ ისევ და ისევ ახალმსროლელებისთვის განსაცდელია ყველაფერი, რომელიც მიჩვეული არა თითის დისციპლინას, სასხლეთის დისციპლინას. თითის სასხლეთთან თამაში რაღაცა ღილაკზე მიჭერის დროს შეიძლება დაპანიკდეს და სასხლეთს მიაჭიროს. შეიძლება არც არაფერი, მაგრამ სხვა დროს შეიძლება გასროლა მოხდეს. ამიტომ განსხვავების როლების ეგ და ორმხრივი მცველი. ეგ და ორმხრივი მცველი განსაცდელია და მოითხოვს, ასე ვთქვათ, ძალიან დიდ ყურადღებას, ისევ როგორც ერთსაფეხურიანი სასხლეტი პრინციპში, რაც ჩვენ თქვით. რავი, ლოვერის ამბავი გადავიარეთ. ერთი რაც დაგვრჩა არის ეგრეთ წოდებული მაგველი, ანუ სტანდარტულ AR-ებზე ეს ჩვენი შესასვლელები არის განსაკუთრებით გაფართოებული არ არის. არის სხვადასხვა მოდელები, მაგალითად Diamondback-ის ლოვერი განსხვავებული სხვანაირი ჭრა აქვს, უფრო მარტივად ერგება მასში, თუმცა რაც არ უნდა იყოს, თემა არის შემდეგი, რომ ჭიდის შესასვლელი არის ვიწრო, ეგ ვიწრო სპეციალურად არის გაკეთებული იმისთვის, რომ სამხედრო სიტუაციებში ზედმეტი რაღაც დამინძურება არ მოხდეს, მაგრამ ჩვენ რადგან ვლაპარაკობთ სპორტულ სიტუაციაში, ჩვენ ეხა ყავდა ერთი მსროლელი, რომელსაც ამოჭრილი ქონდა საერთოდ ეს, ხო და სპორტულ სიტუაციაში კი დაამსუბუქა იარაღი, სამხედრო სიტუაციაში მიუღებელი ამბავი. ხო, რაც შეეხება მაგველს, ანუ მაგველი არის სპეციალური, ხშირად 3D პრინტერით დაბეჭდილი ესეთი წამოსაცმელი, რომელიც აქ მაგრდება და ეგ მაგველი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჭიდი არავაცილოთ, ასე ვთქვათ, თავის სათავსოს. მაგრამ მე ამაზე ის მაგრამ მაქვს, რომ ამ შეჯიბრზეც მქონდა შემთხვევა, როცა მოკლე მჭიდს უკეთებდა და ხელის მიტყვა დაჭირდა იმისთვის. მოკლე მჭიდი და ასევე ზოგი მაგველი ისე იყო დაბეჭდილი თუ გაკეთებული, რომ მესამე თავის ჭიდი ბოლომდე არ შედიოდა, მიტყვის შემთხვევაშიც პრობლემა იყო და ვერ ხვდებოდა მსროლელი რა პრობლემის წინაშე იყო და რატო არ ერგებოდა მჭიდი ბოლომდე რა. დღებით არ დატენო. მოკლე მჭიდი და მაგველი პრობლემური არის და ასევე გასათვალისწინებელი რომ ეს მაგველი ყველა მჭიდთან თავსებადი იყოს, იმიტომ რომ მესამე თაობის მჭიდს გამოწეულობა აქვს და შეიძლება თუ კარგი ამონაჭრი არ აქვს გაკეთებული, შეიძლება ამის გამო მტყუნება მოგიწიოს. თორე ისე რა თქმა უნდა გეხმარება. კი, გარკვეულად კომფორტული. კი, გადატენვაში გეხმარება, მაგრამ აი გადამწყვეტი საკითხი ეგ ასე ვთქვათ არ არის. ეხა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ოპტიკური სამიზნები. ჩვენ არ გაგვიფრთხილები ხართ, რომ ეს ვიდეო გრძელი იქნება, მაგრამ ვინც აქამდე მოხვედით, მიხვდებით, რომ საკმაოდ გრძელი ვიდეო გამოგვივა. ოპტიკურ საშუალებებს რაც შეეხება, შენი გამოცდილება და მე მეც წამოგეწევი. სტანდარტული საწყისი რაც არის ხოლმე, ძირითად შემთხვევაში ყველა იწევს ხოლმე კოლიმატორით. რადგან ბიუჯეტური სამიზნე არის და უფრო კომფორტული არის საწყის ეტაპზე სროლის გარკვეულ დასაწყებად. მაგრამ მე შეჯიბრიდან თუ სხვა პრაქტიკული სიტუაციიდან გამომდინარე, მეც მათ შორის კოლიმატორით დავიწყე Crossfire-ი ქონდა Vortex-ის და გადავედი Vortex-ის Strike-იგლზე ერთი და რო გადდებით. თან გვანახე ეგა? ხო, კი ბატონო, მაგერ ერთი და რო გადდებით. და მასთან ერთად გვერდზე კოლიმატორი ხო ერთი და რო გადდება საკმაოდ კომფორტული არის, როგორც შორ მანძილზე სამუშაოდ, ასევე ახლო მანძილზეც ერთიანი გადდება საკმაოდ ის არის. გამოყენებადი არის ახლო მანძილებში და არ გიქმნის რაღაც დიდ დისკომფორტს და ვარჯიშის ამბავი არ უბრალოდ ის რომ შეეჩვიო ზუმით სროლაზე რა.
შენ თუ პატიოსანი კაცი ხარ 45 გრადუსზე რატო გიყენია კოლიმატორი ეგ გითხარ პრაქტიკიდან გამომდინარე ესეც ანუ წეგან თქვი რომ თქვა შორ მანძილზეც და ახლო მანძილზეც 1x-ით ცვლად გადიდებაზე მუშაობ მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან მომხიბლა იდეა 45 გრადუსიანი კოლიმატორის იმიტომ რომ პრაქტიკაში როცა გამოვიყენეთ, ცვლად გადიდებაზე ცოტა ჭირს ხოლმე, მაინც ან თვალის მორგება, ან სამიზნეს გადასვლა, მაინც გარკვეულწილად დისკომფორტია ხოლმე და კოლიმატორის საშუალებით დიდი ფართვის ხედვის არეალი გაქვს და ბევრად კომფორტული არის სროლა და შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება რაღაც მცირე დროით, მაგრამ გარკვეული დროით გააუმჯობესოს შედეგი ამ კოლიმატორით რა. კი, და ერთი მომენტი კიდე რაც უნდა ვთქვა არის, რომ შენ როცა ბადეზე გაქვს ვარდნები და შენ როცა ახლო მანძილზე ისვრი 50-იან 100 გასწორებულს არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ვარიანტში უნდა გაითვალისწინო ლულისა და ოპტიკის შორის დაშორება. რაც იმას ნიშნავს, რომ იმ წერტილით რიცით უმიზნებ, იდეაში ქვემოთ ხდება ყველა ვარიანტში ახლო მანძილზე. ეგ რაღაც კუთხით იწევს დამატებით საფიქრავს და ხშირ შემთხვევაში სტრესის დროს და გარდა სტრესს რო თავიდან, ანუ საშეჯიბრო სტრესს გულისხმობ, იმ მომენტზე რომ ამ სამიზნის მერე ის მოდის, იმ სამიზნის სხვა თემა რო გაქვს საფიქრალი, მაგ დროს ხშირად მაგას ყურადღებას არ აქცევ და ძალიან ბევრჯერ მქონია ეგ შემთხვევა, რომ მოხვედრის წერტილი, ანუ თეორიულად რომ მკითხო 10 ჯერ ვიცი, მაგრამ საქმეში დამომიწყებია. კოლიმატორი მაგ თემას აუნებელყოფს, იმიტომ რომ წერტილი ფიქრი არ გიწევდა წერტილის უმიზნებს, სამიზნეს და სხვა, იმიტომ რომ ეს მაგალითად გასწორებული მაქვს 15 მეტრზე და კომფორტული არის 25 მეტრის ფარგლებში საკმაოდ კომფორტული არის ფაქტობრივად წერტილზე სვამ გასროლას რა. კი, ანუ რასაც უმიზნებ იქ ხდება პირდაპირ. აი ცვლადზე ეგ იყო ზუსტად პრობლემა, რომ გარკვეულწილად მაგალითად შეჯიბრზე შეათქონია, რომ აზონაში უნდა ყოფილიყო დაზიანება ან თავის არეში. და გიწეს ხო. აი ლაპარაკია ესეთ კი ბატონო. ამ შემთხვევაში მაგალითად ცვლადი გადიდებით ახლო მანძილში გიწევს მაღლა დამიჯნება, რომ გაარტყა დაუშვათ აქ, იმიტომ რომ ლულის და სამიზნის ეს ვთქვათ დაშორება გასთვალისწინებელია და კოლიმატორის შემთხვევაში ეგ პრობლემა არ არის და 45 გრადუსზე როცა ასწორებ ავტომატურად იმ წერტილს ასვამ ზუსტად იქ სადაც უმიზნებ რა. რადგან 45 გრადუსზე უკვე გადავედით ლაპარაკზე, კიდე ერთი მომენტია, სამიზნის წინ უნდა იყოს დაყენებული თუ უკან, ერთი საკითხი ეს არის, დავიმახსოვროთ არ გამოგჩეს. და მეორე საკითხი არის ის, რომ არსებობს კიდე 35 გრადუსიანი სამაგრები, ასე ვთქვათ. ნუ ჩვენ მაგის პრაქტიკა არ აქვს, თუმცა რაღაც კუთხით თითქოს რომ დაუფიქრდე 35-იასთან გადახრა, ჭირდება და შეიძლება უფრო კომფორტული იყოს. კი, თუმცა ამაზე გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. კიდე ერთი პრობლემა რა არის ის, რომ 35 გრადუსიანები უფრო ძვირი ღირს სამაგრები ვიდრე 45 გრადუსიანი და ამიტომ შესაბამისად 45-იანები გვაქვს ამ ეტაპზე ორივეს. ერთი საინტერესო მომენტი ის არის, რომ აი ვიღაცა შეიძლება გაუჩნდეს კითხვა თვითონ ცვლადი გადიდება იდეურად გაძლევს იმას, რომ გაქვს 1x-ით, 2x-ით, 6x-ით ან 8x-ით. ანუ თუ ცვლადი გადიდება აკმაყოფილებს იმას, რომ ახლო მანძილზე შეგიძლია ნაკლები ზუმით, ასე მიახლოებით ისროლო. აი რატო მაინც ეს კოლიმატორი რა? ანუ შენ კი თქვი ეგ დაახლოებით, მაგრამ ერთი ალბათ იმას დავამატებდი, რომ ამ ცვლად გადიდებას ზოგადად საკმაო მიჩვევა ჭირდება, განსხვავებით, აი შენ თავიდან კოლიმატორის მსროლელი იყავი და მიჩვეული იყავი იმას, რომ როცა შენი ხედვის არეშის იარაღი ამოგაკ, ყველაფერს ხედავ, გარშემო წერტილსაც ხედავ, იმასაც ხედავ, იმის იქითაც ხედავ. ამ შემთხვევაში როცა მილში გიწევს გახედვა, ჯერ ერთი უნდა გაუსწორო თვითონ სახე, დისტანცია შენს ოპტიკურ სამიზნეს, მერე უნდა გაუსწორო თვალი თვითონ ბადეს, მერე ბადე უნდა გაუსწორო სამიზნეს, ანუ ესე ვითომ არაფერი, მაგრამ რეალურად ის პროცესია, რაზეც რაღაცა წამები იკარგება. ეს შავი ძირითადი თემა არის ხოლმე იყო უბრალოდ ჩემთვის და ზოგადად ვინც კოლიმატორიდან ცვლადზე გადადის ხოლმე არის ის პრობლემა რომ ეს შავი რაღაცები რა არის ანუ ჭრილი ხო თვალს ვერ არგებ კომფორტულ ადგილს ვერ პოულობ იმისთვის რომ ზუსტად გაისწორო სამიზნე რა ეგ არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში პრობლემა კი ანუ რა თქმა უნდა რაც უფრო მაღალი დონის ოპტიკა არის მით უფრო კომპრომისული ეგრეთ წოდებული აიბოქსი აქვს ანუ მით უფრო კომპრომისულია იმაზე რომ სახეს გაწევ რამდენად შემოდის ჭრილი თუ არ შემოდის და ფართო ხედვის არე აქვს თუმცა ასეთი ოპტიკები $1200 მაინც უნდა როგორც რეიზორია როგორც PLX სერია, იგივე პრაიმერი არმსის და ასე შემდეგ და შესაბამისად ეგ რა თქმა უნდა პრობლემას ქმნის. კიდე ისიც არის მომენტი, რომ ინტუიციურად რო აიღო ერთი წერტილის დადება მიზანზე უფრო მარტივი ოპერაციაა, თუნდაც ჩვენი კომპიუტერული სკილებიდან გამომდინარე, თამაშებიდან გამომდინარე, ვიდრე ბადის თან შავი ბადის გასწორება
არა კონტრასტულ სამიზნეზე მაგალითად. ეგეც ეს ვარდნები და რაღაცას დაბნეულობას იწვევს ხოლმე შემთხვევაში, რომ აი მაგალითად ტრაიგლის აქვს რკალი და წერტილი და ეს წერტილი არის ის შენი მოხვედრის წერტილი და ეგეც დამაბნეველია ხოლმე მაგის ქვევით ვარდნები რო არის, რომ რა უნდა დაუმიჯნო, როგორ უნდა დაუმიჯნო და მაგასაც შეჩოვა ჭირდება რა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ახლო მანძილზე სროლაზე, იმიტომ რომ დისტანციაზე რა თქმა უნდა ცვლად გადიდებას თუ ფიქსირებულ გადიდებას უკვე ასე ვთქვათ უპირატესობა აქვს. ხო, ერთი საკითხი რაც წეგან ვახსენე, წინ უნდა იყოს კოლიმატორი უკან თუ ზემოთ საერთოდ. მე ამ შემთხვევაში უკან მიყენია გადასტენ სახელურთან რავი ახლოს. ცვლადი გადიდება მიყენია ოდნავ წინ არ გადასული ჰენდგარზე, ხშირად არის ხოლმე რომ ჰენდგარზე უყენიათ, რაც რხევის შემთხვევაში იწვევს ხოლმე ჯგუფების არ შეკრას და არათანაბარ გასროლებს ესე ვთქვათ. და მე ვარჩიე უკან დამეყენებინა, შეიძლება რომ დაუშვათ ცვლადი უკან გადმომეყენებინა ცოტა და კოლიმატორი წინ დამეყენებინა, მაგრამ რავი უკან საკმაოდ მეკომფორტულება წინ დაყენების პლუსი ის არის ხოლმე რომ უფრო მეტი ხედვის არეალი გაქვსო წესით, მაგრამ რავი ჩემთვის ალბათ ეს ბევრად კომფორტულია რა. მე ვისურვებდი რომ უკან მეყენოს. ამ შემთხვევაში მარტო სადგომი არის და Z კოლიმატორი არ დგას ტექნიკური საკითხია ეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვერ ვაყენებ, იმიტომ რომ თვითონ პრიზმული სამიზნე მოითხოვს კონტაქტთან ახლოს ყოფნას იმისთვის, რომ თვალმა კარგად დაინახოს და იმდენად ახლოს დგება ზოგადად ECOG-ი ცნობილი არის მაგის, რომ ძალიან პატარა, ასე ვთქვათ, აირილიფი აქვს, ანუ ის მანძილი, საიდანაც სამიზნე ბადეს კარგად ხედავ. ამიტომაც უკანა მხარეს არ დგას და დგას წინ. ერთი რასაც ვისურვებდი არის ის, რომ იდგეს ამაღლებაზე. იმიტომ რომ მცირედი ამაღლება ზუსტად დამიზნების მომენტში, შე როცა თავი ქვემოთ ჩამოგაქ, რაც უფრო მეტი ამაღლება აქვს, მით უფრო ნაკლებად სჭირდება თავის ჩამოტანა მაგ კუთხით და აი ძალიან არაბუნებრივი არის. ეხლა ეს სადგომი მე რამდენჯერმე ვისროლე ძალიან სასიამოვნოა ახლო მანძილებზე, თუმცა ისეთ სასიამოვნო ვერ არის, როგორც უკანა მხარეს ოდნავ მცირედი ამაღლება აქვს და ეგ ეხმარება რომ რა უფრო კომფორტულად ისროლო. კიდე ერთი უკან ყოფნის უპირატესობა ის არის, რომ აქვე გაქვს წერტილი და იქ ძებნა არ გიწევს. ვითომ პატარა დისტანცია, მაგრამ მაინც უფრო სწრაფი ხარ, იმიტომ რომ სახესთან უფრო ახლოს არის თვითონ ეგ შენი კოლიმატორი და ხა ზემოთ დაყენებაზე არის მაგალითად ვორტექსის პრიზმები, არის ასევე LPV-ებზეც სამაგრებზე დგება ზედა მხარეს დოტები. უბრალოდ მთავარი პრობლემა იქ არის ის, რომ მე როცა ვიყურები სამიზნეში და აქ მინდა კოლიმატორით დამიზნება, ჩემი სახე უნდა ამოიწიოს. სახე რომ ამოდის, ლოყა კარგავს კონტაქტს კონტაქტთან და ჩემი ასე ვთქვათ უპირატესობა ის რომ დამატებითი საყრდენი მქონდეს აღარ გვაქვს. ანუ ჩვენ ფაქტიურად დიდი ხანია ჩვენ სამეგობროში ამ დახრილი დოტებით ისვრის ხალხი და ჩვენ გავიდა წლები და ეხლა გავსინჯეთ და ძალიან მოგვეწონა მართლა და მაგიტო გადავიღეთ ეს ვიდეო, თორე იქამდე არ ვაღიარებდით. სხვათა შორის რაოდენს საინტერესოც არ უნდა იყოს SSO-ს კადრები, ანუ უკრაინული სპეცდანიშნულების ეხლანდელი რეიდები აზოვის თუ რაც, რომელიც არ უნდა იყოს რომ ნახოთ. ძალიან ხშირი არის შეწყვილებული ოპტიკები, ეს არის LPV-ო და სტანდარტული ზომის კოლიმატორი, aim-point-ები აქვს და ნუ კარგი კოლიმატორები აქვს და რატო არა. ეს ან ცვლადი გადიდება და ეს კოლიმატორები, თერმული და კოლიმატორები, პრიზმული და კოლიმატორები. ანუ რატო? იმიტომ რომ როცა ტრანშეის გაწმენდა გიწევს, იქ კოლიმატორს ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს, იმიტომ რომ ყველაზე სწრაფი სამიზნე არის ეგ. ეხლა თქვენ იტყვით, რომ იქ დევგრუს და სილებს და ასე შემდეგ EOTEC-ები აქვს და ეს რა ქვია, მასზე გამადიდებლები, მაგრამ რეალურად თემა ის არის, რომ რაღაც კუთხით დევგრუს და სილებს ასე ვთქვათ არ უწევთ უკრაინაში ბრძოლა და იმ გარემოებებში საბრძოლო მოქმედებების წარმოება, ჩვენ გადავუხვეთ ცოტა, მაგრამ ბარემ ვიტყვი, მაგრამ თემა არის ის, რომ შენ EOTEC-ის ჰოლოგრაფიული სამიზნე გაძლევს ძალიან კარგი ხედვის არეს, ძალიან სწრაფ დამიზნებას და ყველაფერი, მაგრამ შეზღუდული ხარ მეორეს მხრივ მანძილზე, იმიტომ რომ ან სამჯერადი გადიდება უნდა დააყენო, სამჯერადი გადიდება ცოტა, ან ხუთჯერადი გადიდება უნდა დააყენო და ფასს რო თავი დავანებოთ, უკვე ზედმეტი რაღაცა დიდი ჯაბახანა ემატება უკან, რომელიც ცალკე არის საერთოდ ასე ვთქვათ მოწყობილობად. ჩვენ ზოგადად არ ვწყალობთ მაგნიფაიერებს და ვირჩევთ ან ცვლად გადიდებას, ან პრიზმულ ოპტიკას. მე მაგალითად უფრო თავიდან ისე მოხდა პლანეტების ამბავში, რომ პრიზმულით დავიწყე საერთოდ ცროლას, უსუსო პირველ ვიდეოებიდან გამომდინარე და რაღაცნაირად LPV-ც მქონდა და მასეც ასე თუ ისე მივეჩვიე, მაგრამ პრიზმა რაღაც ჩემ გულთან თუ სულთან თუ რომელიც არის, უფრო ახლოს არის და ამ შემთხვევაში პრიზმის შერწყმა პატარა კოლიმატორთან, რა მე მგონი რომ საშეჯიბროდ არის იდეალური ერთ-ერთი იდეალური კომბინაცია გადაწყვეტილება.
ერთი პრობლემა ისაა, რომ პრიზმა უეჭველი უნდა იყოს 3x-ზე მეტი. თუ შენი არ გინდა სასშეჯიბროთ 3x-ი ცოტა. იმიტომ რომ 300 მეტრზე მაინც ჩაგრება. როცა 300-200-ზე როცა გნიდა გონგის დაზიანება გიწევს, უპირატესია რომ 4-დან 4 ალბათ ამ შემთხვევაში ხა 4 მე მაქვს და მაგით არ ვიტყვი არ ვარგა, მაგრამ ანუ 5x-ი ალბათ არის ყველაზე აქეთ იქით. ცვლად გადადებას რაც შეეხება 1.6, 1.8 თავიდან ბოლომდე ყოფნის ჩვენ შეჯიბრებებში და ნამდვილად არ გჭირდება 10 ზუმი და რაღაც ეგეთები. იდეაში 1.10 თუ გაქვს, მე უკვე პრეციზიულზეც შეგიძლია რომ გაიწიო მაგ კუთხით. ანუ ეს ოპტიკა დიდი თემაა ძალიან და ძალიან საინტერესო თემა არის. აი მაგალითად თვითონ ის რომ ოპტიკაც სამაგრიც ყველაფერი ხარისხენი უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ გქონია ხა შემთხვევები რომ არასწორი გადაჭერის დროს დაზიანებულა ბევრი ვორტექსის ოპტიკებზე გქონია. მაგალითად სამაგრი რაც სამკბილიანებს შორის ხდება, ეგ მოვტყდა ზუსტად შეჯიბრის დღეს და ოპტიკა ნელ-ნელა წავიდა წინ და გადავიდა ჰენდგარდზე და ვერ მივხვდი რის ბრალი იყო, იმიტომ რომ კი გადაჭერილი იყო, მაგრამ შუა შეჯიბრზე იყო ეგ ამბავი და ვერ ხვდებოდი, არ გასწორებული იარაღი მქონდა, მაგრამ ვერ ხვდებოდი რა ჭირდა და რეალურად ის სამაგრი იმოძრა რის შედეგას კი აქედან გადავიდა ოპტიკა აი აქ სადღაც და იყო საკმაოდ არაკომფორტული. ხო, ანუ განულება შეცვალა ცოტათი და ჩვენ როცა იქ 365-ზე და 320-ზე ვესროდით რეალურად მე გვანახა რომ პატარა პრობლემები მაგ თემასთან დაკავშირებით იყო. ანუ თვითონ ხა მაგალითად აი ბიუჯეტური ხა ყველამ ვიცით რომ თქვა ვორტექსები გვაქვს უმეტესობას, ვორტექსი სტრაიკი გლიდა ზემოთ, ვენომი და ვაიპერი და ასე შემდეგ, ზოგს რეიზორიც, თუმცა ცოტას და აი მაგალითად იგივე ვექტოპტიქსი არის ეგეთი, რომელიც არის ბიუჯეტური ნახევარფასიხის ვორტექსის და მაგაზე ხა ამ შეჯიბრზე ქონდა სურათის მაგ გადაღებული, თავისით ამოვარდა, ანუ ლინზის დამჭერი რეზინი ამოვარდა უბრალოდ სროლისგან რა. ანუ ოპტიკამ წყობრიდან არ გამოვიდა, მაგრამ ის რეზინი საერთოდ რომ ამოვარდება, მე იქ რაღაც შევა ზედმეტი მტვერი, ჭუჭყი და ასე შემდეგ გააფუჭებს. ჩვენს მეგობარს გოგომ სროლეს აგერ ვექტოპტიქსზე უკან ამხარეს იმხელა ლუფტი აქვს, რომ შეიძლება გამოძვრეს საერთოდ რა. მსგავს სიტუაციები ხა ვორტექსეც მახსენდება, მაგრამ კარგი ის აქვს, რომ ვორტექსს გარანტია აქვს და მაინც ასე თუ ისე მუშა მოდელად ითვლება. ამიტომ იდეაში ოპტიკაზე თანხის დაზოგვა, ანუ რაღაც მინიმუმი მაინც უნდა იყიდო ისეთი, რომელიც რეკომენდირებულია ასე თუ ისე მსროლელებისგან. პედიატრთა ასოციაციისგან. ნორჩ პედიატრთა ასოციაციისგან. პრინციპში რა ვიცი, სამიზნის თემაზე დასამატებელი მე მგონი არაფერი გვაქვს, დანარჩენი არის. ერთს დავამატებ, რაც ეხა გამახსენდა, აი ოპტიკაზე მაგალითად ეს დამატებითი გამოწეული საშუალებები გეხმარება, რომ აი რინგები რაც არის ხომ რა მაგალითად ვენომზე რინგი მოყვება ხომ თავისი, რომელიც ემაგრება აქ და გეხმარება, რომ სწრაფად ზუმი ცვალო, იმიტომ რომ აი ვაიპერს მაგალითად ეგ არ მოყვება და პრობლემა არის ხომ რომ ხელით უნდა ცვალო და მაგაში დროს კარგავდა. ეს გამოწეული ეს თქვათ სამაგრები გეხმარება, რომ უფრო სწრაფად გავაკეთო ზუმის ცვალებადობა რა. კი, და იდეაში ანუ მაგას სტრაიკინგს კიდე პატარა სახელური აქვს და იგივე ვენომზე თუ ვაიპერზე როცა შეცვლი და ცოტა დიდ სახელურს დაამაგრებ, ხო? ერთის მხრივ ეგ გაძლევს იმას, რომ 1x-ზე ცოტათი ზედმეტ კონტურს გიმატებს, მაგრამ ნუ მეორე მხარე ახლა ჩვენ ყავს ერთი კარგი მსროლელი ზურა დოლენჯაშვილი, მასთან ჯერ ინტერვიუ არ ჩაგვიწერია, მაგრამ ეგ ისვრის 1.6 რეიზორით და არც ის აქვს, არც ეს აქვს, ანუ ძალიან და კარგად ისვრის. ანუ საბოლოო ჯამში მაინც რაღაც კუთხით ყველაფერი გადის გამოცდილებაზე და შენს ასე ვთქვათ უნარებზე. თუმცა აი რა წვრილმანებზე რაზეც ახლა ჯერ ვისაუბრეთ და კიდე ვილაპარაკებთ, ყველაფერი თუ შესაბამის დროს დაუთმობთ და ისე არ ვიზავთ, რომ დღეს ეს მიყენია, ხვალის მიყენია, ზეგის მიყენია, რასაც ძალიან ხშირად აკეთებენ, უეჭველი შედეგს მოიტანს ეგ ამბავი რა. აი, ოპტიკის მერე მოდის გრძელი ჰენდგარდი, ლულად ამ სიგრძე უნდა იყოს, ეს რაღაცა მახინჯობა რააყენია და ბოლოს კომპენსატორი ალბათ. ხო, რავი, ჰენდგარდთან მიმართებაში ზოგადად ლულით დავიწყოთ, იმიტომ რომ რაღაც კუთხით ლულა განსაზღვრავს ჩვენი ჰენდგარდის სიგრძესაც. ერთის მხრივ შენი აზრი მითხარი და ჩემსასაც ვიტყვი. მე ცოტა მაგაზე ერთი მიმართულებით ვფიქრობ, რომ 16-იანი არის ჩემთვის რავი, სტანდარტული არის და გარკვეულწილად შეიძლება იდეალურადაც ჩაითვალოს, იმიტომ რომ რაღაც მანძილებით შეგიძლია ისროლო, ახლო მანძილით შეგიძლია გამოვიყენო, ნუ მართალია მოკლელულა მანძილზე კი ახლო მანძილში უფრო უპირატესობას შეიძლება გაძლევდეს მცირე სილუეტიდან გამომდინარე, მაგრამ რავი 16-იანიც ყველაფერი არის საბოლოო ჯამში ვარჯიში და მორგების ამბავი. 18-იანითაც შეგიძლია ახლო მანძილზე საკმაოდ კარგად იმუშაო და 16-იანითაც რა. კი. ალბათ მან რამდენიმე დაშვება უნდა გავაკეთოთ. ერთ-ერთი თემა რაც არის
მინიმალური ზომა მაგ კუთხით მე ვიტყოდი რომ ეხა ალბათ ნუ კარაბინის გაზის სისტემა მაინც უნდა იყოს თუ საუბრობთ პირდაპირ შეფრქოვის AR-15-ებზე იმის ქვემოთ არის უკვე ეგრეთ წოდებული პისტოლეტის ზომის წეგან ვახსენე ერთ-ერთ მონაწილეს ამ შეჯიბრზე ქონდა მასეთი და ნუ რავი ის კომფორტულად ისვრის მაგრამ აი მანძილებს და რაღაც საკითხებზე გამოჩნდება ასევე იარაღის საიმედოობაზეც ანუ მთავარი მოცემულობა ამ შემთხვევაში რაც არის რაც უფრო AR-15-ის შემთხვევაში რაც უფრო გრძელი გაზის სისტემა გვაქვს იქნება ეს მიდი თუ იქნება ეს შაშხანის სიგრძე მით უფრო ნაკლები ხმა არის, მით უფრო რბილი უკუცემა არის და მით უფრო კომპენსატორის დაყენება გვაძლევს ძალიან დიდ შეღავათს. და ამ კუთხით ხა სტანდარტული, თქვათ, ბიუჯეტური იარაღები ძირითადად გამოდის კარაბინის გაზის სიგრძის, ცოტა უფრო წინწასული ბრენდები უშვებენ ხოლმე საშუალო გაზის სისტემას. შენ შემთხვევაში გვაქვს საშუალო გაზის სისტემა. ამ შემთხვევაში რადგან ეს ფრანკენშტეინია და 1000 იმაზე აწყობილი და გადამხტარი არის, აქედან გამომდინარე, ეს არის გრძელი გაზის სისტემა და გრძელი გაზის სისტემა ამ კუთხით გვაძლევს იმ ამბავს, რომ მითხარი და გავაგრძელებ. არ ჩანს ეგ ანუ. ეს არ ჩანს? გრძელი როა, ხო? ხო. ხო, ამ შემთხვევაში ანუ გრძელი გაზის სისტემაა და გრძელი გაზის სისტემა კიდევ უფრო რბილი არის, აი კომპენსატორის გამოყენების მერე განსაკუთრებით ჩანს ეგ ამბავი. მოკლე იარაღებსაც შეეხება, ეხა ჩვენთან ბიჭებიც ისვრიან არიან მოკლე იარაღებით. მე მაგალითად ბიჭისთვის რეკომენდაციას არ გავუწევდი მოკლეს, იმიტომ რომ მაინც ეხა ასევე ჩვენი მეგობარია შოთა ავალიანი, MK18 აქვს, მთლად მოკლე და კი აქვს ზარბაზანის ხმა, მაგრამ მაგრად ისვრის. ანუ მაგრამ აი რაღაც კუთხით მე მანძილები რო გჭირდება, იქ თითქოს, არ ვიცი, შოთა თვითონ გვეტყვის, რომ ძალიან კაი იარაღი აქვს ისედაც, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაც უფრო მეტი საწყის სიჩქარე გაქვს, მით უფრო ნაკლები შესწორება გაქვს მე მანძილზე ქარის ამბავზე. ხო, გოგოებს რაც შეეხებათ. გოგოებისთვის ალბათ ვიტყოდი, რომ აუცილებელი არის, რომ 16-ზე მოკლეულა იყო. ნუ აუცილებლად კომფორტულება ხალხი, მაგრამ 11-იანი ალბათ დაკონტროლი გოგოები. 11-იანი ალბათ ისეთი ზომა არის რა, 11-იანი და 12-იანი იდეალური ზომა არის, უმეტესი ჩვენი გოგომსროლეებიც ვინც არიან, ნაწილს აქვს ასე ვთქვათ 12, 16 და 16 კი არა და მოკლე 11 და 5-იანი იდეაში დედეები და მე მგონია რომ ეგ იდეალურია და ზოგ-ზოგ ერთს 16 ინჩი აქვს და მაინც აი რაღაცნაირად თითქოს ისეთია რა, უფრო მოკლე უმეტესი. ხო, რა, საბოლოო ჯამში მაინც ეგეც ალბათ მორგების ამბავი არის. თუ ჯანზე ხარ 16-იანი. აი თუ ჯანზე ხარ თავის კუთხით მართლა ატარებს დატვირთვას, იმიტომ რომ ხელი უფრო მალე გეღლება და როცა მდგომელ პოზიციაში გიწევს სროლა, რაც ძალიან არ უყვარს ჩვენებს, ხო, ეგ არის ერთ-ერთი რაც ასე ვთქვათ უჭირთ ხოლმე. ანუ ლულაზე ალბათ რავი 16-18 აქაც ჩემი თავდაპირველი ასე ვთქვათ განსაზღვრული არჩევანი არ იყო 18-იანი მძიმე ლულის ყიდვა, მაგრამ ამასთან ურთიერთობის მერე რავი 9000 რაღაცა ტყვია აქ ამას ნასროლი. რავი მოკლელულები არ მიყვარს, წვრილი ლულებიც არ მიყვარს. იდეაში რაღაცნაირად მსხვილი ლულა უფრო აი ესეთია რა. გენაცვალე არის. არა, საიმედო ხო, ანუ ეხა შენი დედე ვეშვიდი გაქვს, ნაჭედი ლულით, ეგ უფრო დიდხანს იცოცხლებს ვიდრე ეს და ეგ უფრო ზუსტია ვიდრე ეს. თავდაპირველად შეიძლება არ იყო, მაგრამ ეხლა ამისი ეს უკვე ისეთ ჯგუფებს აღარ ისვრის და ესეც საინტერესო თემა არის, რაღაცა სახეობის ვაზნებს აყირავებს და ნუ გავიგებთ თუ მოკვდება მე ვიდეო ლულის რესურსებს ალბათ ვიდეოს ჩავწერთ. ხო, ანუ ლულაზე მეტად ასე ვთქვათ გაზის სისტემა მნიშვნელოვანი საკითხი არის, იმიტომ რომ ეგ გაძლევს შენ აი კომპენსატორის დაყენების შემდეგ და ბარემ მივედით კომპენსატორთან და თქვათ ეგეც გვაძლევს იმის შეღავათს, რომ ფაქტიურად გასროლის დროს იარაღი არ გავიდეს სამიზნიდან და დგას, ხო? კი ბატონო. შენ რას გვეტყვი კომპენსატორ? ჩვენ ერთიანი კომპენსატორები გვაქვს. ეს არის ACR, ხო? ACR. მე მიყენია Silencer-ოს 3-პორტიანი ACR კომპენსატორი, საკმაოდ კარგი არის, იმიტომ რომ სტანდარტული ალმქრობიდან აურის ალმქრობი რაც იყო, მანდან გადავედი ამ კომპენსატორზე და მივხვდი რეალურად კომპენსატორი რა არის და რა მაგრად გეხმარება, იმიტომ რომ უკუცემა შემცირდა, ყიხმა გაიზარდა გარკვეულწილად, მაგრამ უკუცების შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ახლო მანძილზე საკმაოდ კარგი ჯგუფების დასმა შეგიძლია, დუპლები შეგიძლია საკმაოდ კარგად ისროლო და ნუ ბევრი გასვლა შეგიძლია უფრო კარგად განახორციელო რა. და ზუსტად. კი.
ხო, კომპენსატორი სპორტულ ამბავში აუცილებელი დამატებაა, აუცილებელი, იმიტომ რომ არ ვიჯერებდი, მაგრამ ეგ ისეთი თემაა, როცა მიეჩვევი ამაზე სროლას და მერე გადადიხარ სტანდარტულ ლეიერზე, ხვდები რომ უიდე და რამხელაზე ხტება, რამხელაზე მიაკ და ასე შემდეგ. ანუ იმ სხვა დანარჩენთან ერთად, რო გრძელი გაზის სისტემასთან და გრძელულასთან ერთად კომპენსატორი მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და აქ უკვე შემოდის ბიუჯეტის კუთხეც, იმიტომ რომ ეხლა ეს არის მაგალითად ერთის მხრივ ითვლება ხელმისაწვდომ ვარიანტად, 80-90 დოლარი ჯდება დაახლოებით. ასევე ამ იმაში გვაქვს VG6 ეფსილონი არის მოდელი, რომელსაც ჩვენებიც ასევე იყენებენ, ის ზომაში კიდევ უფრო პატარაა. მე ერთ იმას ვიტყოდი, რომ იდეაში 3 პორტი ალბათ არის ძალიან კარგი და ჩვენ შემთხვევაში Silencer-ს ზედანახრეტები არ აქვს, რაც იდეაში ეხმარება ლულის აწევის დაბალანსებას, ერთია რომ უკუცემას აკლებს, მეორეა ლულას აჩერებს და მესამეა რომ ლულის მაღლა აწევას, ასე ვთქვათ, აჩერებს ეს ზედანახრეტები. არ აქვს, მაგრამ რო გითხე ხა დიდად ეგ საკითხი მე არ მაწყობს. პრობლემა არ შექმნია მაგასთან დაკავშირებით. თუმცა გუშინ ჩვენ მეგობარმა იყიდა საკმაოდ ძვირიანი Precision Armament-ის კომპენსატორი ტიტანის, რომელიც დააყენათ გუშინ LMT-ზე, გუშინ ვისროლეთ ზუსტად და ანუ იარაღი მართლა ადგილზე დგას, არ ინძრევა, მაგრამ ხმა ისეთი რომ გეგონება ვიღაცას სახეში ტაფას გირტყავს, ხო? და მე ვერ წარმომიდგენი ან სანგრიდან დახურული პოზიციიდან მაგას რო გაისვრი, ანუ სერიოზულად თუ ყურის დამცავებიან რაღაც ოდნავ გადაგეწიან რაღაც შეიძლება ყური დაიზიანო, იმიტომ რომ შეიძლება მაგის თავი რამე გააკეთო მაგის ვერ და ანუ საბრძოლო ამბავში ხო საერთოდ ზოგადად კადრებს ნახავთ, სადაც კომპენსატორები შტურმზე ჩვეულებრივად კი იყენებენ, მაგრამ ძალიან პრობლემური საკითხია, იმიტომ რომ შენ გვერდზე შენიანი რო ისვრის ჩათვალე რომ ანუ ბრძოლის უნარიანობა შეიძლება დაკარგო იმ წუთას. აი მაგალითად წყვილში სექტორი 22-16 შეჯიბრზე წყვილში რო ვიყავით გასულები, შენ რო კომპენსატორით გასულა გააკეთე, მე ესე ავიფარე ხელები უბრალოდ და სპოტზე ვიდექი, იმიტომ რომ საკმაოდ რთული არის რომ თუ ზუსტად იმ კუთხეში დგახარ, სადაც ეს კომპენსატორი გურტყავს, საკმაოდ რთული არის რომ მე შე რაღაც რეაგირება გააკეთო და რეალურად პარალელურად გასულა გააკეთო სამიზნეზე. კი, იგივე შეიძლება ხის გვერდზე ვიდგეთ და დარტყმით ტალღის გამო მოხვდეს, ან თვალდაცული უნდა გქონდეს, იგივე მიწაზე, მიწა მოგაყაროს და დაგიზიანოს. სანგრიდან რამის გავსი შეჯიბრზე რაც ქონია, ეგ მანდანაც ქონია ეგ შემთხვევები, რომ ის დიდი წნევის შედეგად საკმაოდ ბევრი მიწა სანგარში რო ისვრი უბედურება ხდება, რასაც ქვია რა და ის კომპენსატორი, ძალიან მაგარი კომპენსატორი, მართლა იარაღი არ განძრეულა, თან გუშიანი, თან ნორმალ სეტინგზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ისეთი ხისტი უკუცემა უნდა ყოფილიყო, მართლა ადგილიდან არ ინძრეოდა, მაგრამ ნუ რეალურად ეგ შეზღუდვა აქვს და ჩვენ ხა შეჯიბრზე გვყავს 1-2 კომპენსატორი, რომელიც რო ისვრის ხოლმე, რავი, ყველაფერს ვიფარებთ ესე, იმიტომ რომ მართლა ძალიან თან მოკლელულებით, ანუ სერიოზული ქვემეხის ამბავი არის. ნუ გარდა მაგისა ხა როცა სილუეტის არ გამოჩენაზე მიდის ლაპარაკი, იქ საერთოდ კომპენსატორი ამოსაღები თემაა, თუმცა საშეჯიბრო ამბავში არის აუცილებელი დამატება. ნუ ჩვენთვის ბიუჯეტურ ამბავში ეს არის ძალიან კარგი. და არის კიდე ხა მაგალითად არის JP-ს recoil eliminator-ი ქვია, რომელიც არის ჩვეულებრივად D30-ის, ანუ 122 მმ-იანი ჰაუბიცის იმისავით, რა ქვია, მუხრუჭ კომპენსატორით, თუმცა მე უკვე ხა ვიზუალური თემაც არის კი საქმეს აკეთებს, მაგრამ თავისი, ასე ვთქვათ, მინუსები ამ კომპენსატორებს მაგ კუთხით ნამდვილად აქვს. კაი, რავი, ძირითადი ჩვენ თქვით იმ კუთხით, რომ ეს იყო სასხლეტი ოპტიკა, ლულა გაზის სისტემა, კომპენსატორი და შემდეგი რაც რჩება არის ეგრეთ წოდებული ჰენდსტოპები, ვერტიკალური სახელურები და ასე შემდეგ. აი, ამ თემაზე, რა ვიცი, შენ გითხარი და მეც გეტყვი ჩემ აზრს. ხო, საბოლოო ჯამში ესეც ინდივიდუალური ამბავი არის. შეგიძლია არაფერი არ ქონის დაყენებული და საკმაოდ კომფორტულად მოირგო იარაღი, მაგრამ ამ ეტაპზე გატესტვის რეჟიმში არის ეს სახელური ხელი საკმაოდ კარგად ზის და გეხმარება რომ უფრო მყარად დაიჭირო გარკვეულწილად იარაღი. შეიძლება ამის გამოყენების გარეშე ჩვეულებრივად გააკეთო ეს ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ ეხლა ტესტავთ ამ ეტაპზე რამდენად კარგად იმუშავებს და ამ რაც მაქვს საკმაოდ კომფორტულია რა. უბრალოდ ერთი პრობლემა ის არის, რომ მაგალითად თუ არის გარკვეული სიტუაციები, ან რამეს ჩამოყრდნობა გიწევს, ან რამეს მაგალითად ვიტაკის კედლიდან გიწევს გასროლები,
თუ წინ გიყენია ან ცოტა ისეთ ადგილას და გინდა რომ ჰენდგარდი ჩამოდო საყრდენზე, ხშირ შემთხვევაში ესედება ხოლმე და იქ დამატებით დისკომფორტი არის და დამატებით დროის კარგვა არის რა. მან და ალბათ რაც უნდა გავითვალისწინოთ, მეც იგივე BCM-ის ეგრეთ წოდებული კაგი მიყენია. არის ის რომ დატოვო ანუ სამჭიდესა და ჰენდგარდ შორის იმდენი სივრცე, რომელსაც გამოიყენებს საყრდენად. მაგრამ აი თუ თქვათ კედელზე, თუნდაც ვიტაკის ნახრეთში ასე თქვათ იარაღის განთავსება გვიწევს, მან რაღაც მომენტში საყრდენიც არის, მაგრამ ამას რადგან დახრილი კუთხე აქვს, შეიძლება პრობლემა შექმნას. არის უფრო მინიმალისტური ჰენდსტოპებიც და იქ ასე თქვათ შესვლაზე პრობლემა არ არის, მაგრამ გამოსვლაზე ხშირად არის. ედება ხოლმე კედელს და გამოსვლა ჭირს ხოლმე კედლიდან. აი ამ ჰენდგარდის პრობლემაც ეს ახლა ხელოვნურად არის გადაჭრილი და აი ეს პიკატინის პატარა კუთხე რაც აქვს, ესეც გადასაჭრელია რეალურად, იმიტომ რომ ვიტაკთან ქმედების დროს ხშირად არის რომ ეს ედება ხოლმე რა. ნუ ეგ ალბათ კიდე ცალკე საკითხი, იმიტომ რომ ხალხი მოდის ბიპოდებით, ფანრებით და ასე შემდეგ და იმ ვიწრო ხვრელებიდან სროლა როცა უწევთ, იქ სერიოზული პრობლემები ექნებათ ხოლმე. მე არის რომ ლულა უნდა ჩამოაყნონ ისე ეს სროლო. კი, მე ლულა იწოს რომ მოხდეს წერტილს ცulis და როცა 100 მეტრზე პატარა გონგს ესწრიან ხოლმე, ეხაც ამ შეჯიბრზეც არაერთი შემთხვევა გქონდა, როცა ლულა ჩამოყრნობილზე არ ხვდებოდა, ნუ ძირითად შემთხვევაში მოხდეს წერტილს ცulis, იმიტომ რომ რხევა იცვლება ლულის. აქედან გამომდინარე. სხვა ეხა მეც თავის დროზე ფაქტიურად ყველანაირი ვერტიკალური სახელური მქონდა, შეიძლება ითქვას, მინიმალისტურიც, გრძელიც და ასე შემდეგ, გრძელი კიდევ უფრო მოუხერხებელია, იმიტომ რომ რეალურად არც არაფერში არ გჭირდება და მინიმალისტური ერთადერთი ეხა ეს კაგირის შეგრძნებასაც იწვევს არის ის რომ კიდევ უფრო მყარად გიჭირავს იარაღი მაგ კუთხით და რაღაც კუთხით არის კიდე ინდექსირების წერტილიც, ანუ თუ მოკლელულიანი იარაღი გაქვს, საჭირო არის ამ შემთხვევაში. ჰენდსტოპი არის უეჭველი თემა. თუ კომპენსატორი კიდე პლუს გიყენია, არის შემთხვევები რომ კომპენსატორისგან დაზიანება მიუღია. კი. ადამიანს გადახსნილა თითები, ეგეთებიც მომხდარა. ასე რომ ესეც წვრილმანი, მაგრამ საჭირო არა აუცილებელი, მაგრამ კარგი დამატება არის. კაი, რავი, მე მგონი ძირითად საკითხებზე ვისაუბრებთ, არ ვისაუბრეთ ფანრებზე, იმიტომ რომ ღამის შეჯიბრი ჯერჯერობით ერთხელ გქონდა პრაქტიკაში და მომავალში ეგ თემა თუ სისტემატიური გახდა, მე იქაც ფანრებში ძალიან ბევრი განსაცდელია და ბევრი განსხვავება და მაგაზეც ვისაუბრებთ. შეიძლება ცალკე ვიდეოც ჩავწეროთ, ასე ვთქვათ, თავდაცვით ამბავში. თუმცა საშეჯიბრო კუთხით ჯერ მაგ თემაზე გამოცდილება არ არის დიდ და სხვა, რავი, ძირითად საკითხებზე ყველაზე ვისაუბრებთ, მე მგონი, ხო? ღვედები ორივეს გვიკეთია და ეხლა მაჩვენ ლუკა გავიწდება და ბარე ცოტა ხანი კიდე მოითმინეთ. ღვედის პრაქტიკული გამოყენება შეჯიბრზე პრინციპში არ გვაქვს. ერთადერთი მქონდა იმ შეჯიბრზე, სადაც იყო ასე ვთქვათ, შერეული დავალება, რომ A წერტილიდან უნდა მისულიყავით B წერტილზე, გაგვევლო 5 კილომეტრი, მერე გამოგვევლო ესეთი შეჯიბრებიც ჩატარდა რამდენიმე ჯერ. აი სექტორი 22-96 რაც ახსენა, მომავალში ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩატარდება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო. ფაქტიურად მთელი დღის განმავლობაში შეჯიბრის, ასე ვთქვათ, სიტუაციაში ხარ და ძალიან საინტერესოა, მოიცავს გადაადგილებას, სამიზნეების აღმოჩენას, ახლოს დაზიანებას, შორს დაზიანებას და ამ შემთხვევაში ღვედი უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა მან განსაკუთრებული რა შეიძლება ითქვას, ორწერტილიანი ღვედი რეგულირებად. ხო, არა, ერთწერტილიანი სასიარულოდ ეხა მოსახერხებელი არ არის და ამიტომ ყველა ვარიანტში ჩვენ როცა ღვედების ვიდეო გადავიღეთ, თქვით რომ ორწერტილიანი რეგულირებადი არის ჩვენი გამარჯვება. თუ იქნება მიქსი, რომელსაც შეუძლია გადაწყობა ერთზეც, იყოს მაგას რაჯობია, უბრალოდ ცოტა ძვირჯდება ეს ღვედი. თვითონ ჩვენ შეჯიბრებზე, პრაქტიკული სროლის შეჯიბრებზე თუ ეგრეთ წოდებული რუსთავის IPS-ის შეჯიბრებზე, იქ ეგ თემა ღვედი საერთოდ არანაირი პირიქით ხელი შემშლელია, იმიტომ რომ შეიძლება გადატენვის დროს ელემენტარული შეგიშალოს ხელი. ამიტომ ძირითადი საკითხები ეგ გავიარეთ. ჩვენი აპდეიტი როცა იქნება და ახალ გამოცდილებას მივიღებთ, მაგაზე შეიძლება ჩავწეროთ 2 საათიანი ვიდეო. 2 საათიანი ვიდეო, ხო, იმიტომ რომ მართლა საინტერესო ამ რა ეხა რო უყურებ, პირველად როცა აქ ვიდეოს ვიღებდი იარაღის გაწყობაზე, იმის მერე ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა და ძალიან ბევრი მართლა გამოცდილება დაგროვდა და აქედან გამომდინარე შენთან ერთად თან, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ერთად ვართ ხოლმე შეჯიბრებზე, ან მსაჯებში, ან მონაწილეებში და აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, რაღაც შეხედულებები ამ თემასთან გვაქვს. უშუალოდ შეჯიბრს რაც შეეხება, აი ხალხი იკითხავს, რომ რავი, რა მინდა ეხა შეჯიბრზე და ეგეც კაი კითხვა არა და ბარემ მაგასაც უპასუხოთ, შენც უპასუხე და მეც უპასუხებ მაგ თემას. შეჯიბრსაც შეეხება, შეჯიბრი არის საკმაოდ კარგი რაღაცა, რომ გატესტო შენი აღჭურვილობა რა გაქვს. მაგალითად პირველად რომ გამოვედი შეჯიბრზე ვიყავი კოლიმატორით,
მივახცე იმას რომ მხოლოდ ვირბინე. მექანიკური სამიზნით იწერდა. სუსთავიდან მექანიკური სამიზნით ვიწერდი რომ შორმანძილების გამოსულიყავი და მე საჯებში ახმოვსდი და მოკლედ კარგი არის იმიტომ რომ ეხა ამ შედეგამდე რომ რაღაც 45 გრადუსიანი კოლიმატორი დამეყენებინა მივიყვანა მაგა რომ კომფორტული არის და შეჯიბრზეს დაუშვათ კომპენსატორის მაგალითს რო ავიღო რა რეინჯის შეჯიბრზე რო ვიყავით კომპენსატორის გარეშე მქონდა დიდი ნახტომები ადან სეზონაში და რამაც ქულები დამაკარგინა მაგრამ კომპენსატორი არის ძალიან კარგი დამატება და ამიტომ დავამატე ეს ასევე კოლიმატორი მივხვდი რომ და კოლიმატორი და მექანიკური შორმანძილზე ვერ გავიდოდი დავამატე ცოტათი გადდება და უფრო კომფორტული რო გამხდარიყო სასხლეტით შევცვალე და 45 გრადუსიანი კოლიმატორის დავაყენე რა ანუ ეგ გაძლევს საშუალებას რომ რაღაცას რო გადაწყვეტ აი ეს მინდა რომ გავაკეთე და ეს ვიყიდო მაგას გატესტავ და მიხვდები რომ არ უნდა გეყიდა ან არ უნდა გეყიდა რა ხო ეგარი და ეგ კი ან ჩვენ მეგობრებს მოусმენ და გაითვალისწინებს ზოგის რჩევას ან ზოგისაც არ გაითვალისწინებს ხო თვითონ შეჯიბრზე მონაწილეობასაც შეეხება ანუ ყველაზე კარგი გამოსაცდელი ადგილი აღჭურვილობის ერთი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შენი უნარების მეორე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მეც წამოწოლზე მგონია ხოლმე რომ აღმართებზე მაგრად დავრბივარ და საერთოდ კარგად დავრბივარ, მე როცა წამოწოლა დიდხანს გამიგრძელდება, ვეღარ დავრბივარ ხოლმე აშკარად რა და ამიტომ ზუსტად იგივე თემა არის, სროლაც ისეთი უნარია, რომელსაც ფორმაში შენარჩუნება ჭირდება და თან ეგ ფორმა არის როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური, იმიტომ რომ საერთოდ სხვა განწყობაა და სხვა მზაობაა ხოლმე, როცა დაქოქილი ხარ ასე ვთქვათ და ვარჯიშობ და ფორმაში ხარ, იმიტომ რომ შეჯიბრს თავისი სტრესი მოაქვს, მაგრამ როგორი სტრესიც მოაქვს, ისეთი სიამოვნება მოაქვს, მე დღის ბოლოს თუ ბოლოს წინ არ გახვედი, ამ ბოლო ადგილზე არ გახვედი, ხო და ცალკე ასე ვთქვათ, ეგ არის ერთადერთი ადგილი ამ შემთხვევაში, სადაც შენ შეგიძლია შენი სროლის უნარები გამოცადო დახვეწო და განვითარდე. და მე თუ მოხდა ისე რომ საპრიზოზეც გახვედი, ეგ უკვე ცალკე ბედნიერება და ცალკე სიხარულია, იმიტომ რომ რაღაცნაირად თლად გადასაგდები რო არ ხარ შენ თავს. ხუმრობა იქით და ანუ ცალკე სიამოვნებაა და ხანდახან კარგი პრიზებიც გვაქვს ხოლმე. წელს მაგალითად 2 იარაღი გათამაშდა ფაქტიურად ჩვენს შეჯიბრზე. კიდე ერთი საკითხი ალბათ ამ თემაზე კითხვები იქნება, სად ანონსდება ეს შეჯიბრები. ადრე ღიად ვაანონსებდით, ეხლა შიდა ჯგუფი მას მერე რაც გაგვეზარდა, ღიად ვეღარ ვაანონსებთ. წელს მაგალითად 2 შეჯიბრი ჩავატარეთ, ასე ვთქვათ, იმ ხალხში, ვისაც საბაზო კლასი აქვს ჩვენთან გამოვლილი და ვისაც ისედაც ვიცნობთ, რომ უსაფრთხო არიან, იმიტომ რომ უკვე ისეთ რაოდენობაზე ვართ, ანუ 100 კაცი ყავდა ფაქტიურად წელს, კაცი ქალი ორივე. და მომავალში ეს თემა ზრდადი ამბავი, ამიტომ მომავალში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ყველამ, ვისაც ესე ახლოს არ ვიცნობთ, მაგრამ მონაწილეობის მიღება უნდა, ეს ხალხიც მივიღოთ და ამისთვის ალბათ ცალკე საკვალიფიკაციო შეკრებებს ჩავატარებთ. თუმცა ეს საერთოდ ცალკე თემა არის, წელს არ ამგონია დიდი შეჯიბრი ჩვენ კიდე ჩავატაროთ, გაზაფხულზე დავბრუნდებით ამ მიმართულებით და იმ ხალხს, ვინც ამ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო, ვინც დამწყებია, ვინც იარაღის გაწყობა ეხლა დაიწყო, იმათთვის შეიძლება ეს ჩვენი 1 საათიანი საუბარი თბილისის საცობებში საინტერესო მოსასმენი და საყურებელი იყოს. კი ბატონო. რავი, მადლობა ლუკა, შორს კი არ მიდიხარ. მაგრამ ხო, მაგრამ მე მგონი საინტერესო თემა იყო და მადლობა და მომავალშიც აუცილებლად დაგიბრუნდებით საინტერესო სტუმრებით, მათ შორის ქალი მსროლელებითაც.